და რეპორტაჟი ამერიკული არჩევნების შესახებ მას შემდეგ, რაც მილიონობით ამერიკელი 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ პოზიციას გამოხატავს, საბოლოო სიტყვა საარჩევნო კოლეგიას ეკუთვნის. შეერთებული შტატების კონსტიტუციით ამერიკის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ირჩევა, თუ როგორ ირჩევენ ამერიკაში და რა მოლოდინი აქვს ამერიკელ ამომრჩეველს, მეცხრე არხის ვაშინგტონის ბიუროს მომზადებული რეპორტაჟი. 6 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ამერიკული საარჩევნო სისტემით პრეზიდენტის არჩევისას საბოლოო სიტყვა საარჩევნო კოლეგიას ენიჭება. პირველად ამორჩეველი აფიქსირებს ხმა შტატის მიხედვით, შემდეგ ეს ხმები იმ ჯგუფში გადაეცემა, რომელიც აქ საარჩევნო კოლეგიის სახელითაა ცნობილი. არჩევნების შემდეგ სწორედ ეს კოლეგია იკრიბება და საბოლოოდ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. კოლეგიაში 538 წევრია. პრეზიდენტის ასარჩევად კი 270 ხმა საჭირო. ამერიკის 200 წლიან ისტორიას ყველაზე მწვავედ 1876-სა და 2000 წლებში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ახსოვს. 1876 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი რუტერ ფორთეისი მხოლოდ ამორჩევლის 20 ხმით უსწრებდა კონკურენტ სამუელ ტილდერს. სწორედ ეს 20 ხმა გახდა საკამათო ფლორიდის, ლუიზიანასა და სამხრეთ კაროლინას შტატებში. საბოლოოდ გამარჯვება დემოკრატ ჰეისს ხვდა, რასაც ვერ ვიტყვით 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ელ გორმა საყოველთაო კენჭისყრაში 9 მილიონი ხმის სხვაობით მოიპოვა წარმატება. არჩევნებში კანდიდატთა წარმატებას საპრეზიდენტო დებატებიც განსაზღვრავს. მინდა გითხრათ, რომ ობამას წინა საარჩევნო კამპანია საკმაოდ წარუმატებელია. იმის ნაცვლად, რომ მეტი ყურადღება უმუშევრობასა და ეკონომიკის საკითხებს დაუთმოს, იგი უფრო ზოგად თემებზე მსჯელობს. რაც შეეხება მით რომნის ფიქრობ დებატების მესამე ტურში გაუჭირდება მეტოქეობა გაუწიოს კონკურენტს, რადგან საგარეო ურთიერთობის სფეროში რომნის ისეთი გამოცდილება არ აქვს, როგორც ობამას. კიდევ ერთი არც თუ უმნიშვნელო დეტალი. საპრეზიდენტო კანდიდატი და წინა საარჩევნო პლაკატებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ვერც შენობა დაწესებულებებზე ვერ ნახავთ. მთავარი ამერიკელი ამომრჩევლის ნაკლებ ემოციური, მაგრამ საქმიანი დამოკიდებულებაა. არჩევნების შემდეგ ეკონომიკურ ცვლილებებს ველოდები. მენეჯერი ვარ და მინდა უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი ვნახო. ამ არჩევნებში ველოდები პრეზიდენტ ობამას ხელმეორედ არჩევას. ასევე იმედი მაქვს, რომ იგი კვლავ გააგრძელებს ყველა იმ საკითხის გამოსწორებას, რაც ბუშის დროს ვერ მოგვარდა. იმედი მაქვს, ეს არჩევნები სამართლიანად გაიმართება და გამარჯვებული კანდიდატის საშუალო ფენას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს.